დანებისთვის და რომ შეაფასოთ მთავრობაში არის საუბარი რომ შეიცვლება ერთი მინისტრი, რომელიც პრინციპში უკვე დაზუსტებით ვიცით, თუმცა კონკრეტული სახელი და გვარი არ სახელდება. მუშაობა რომ შეაფასოთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ იმ გზაზე ვდგავართ, როცა საზოგადოებამ და ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა საკმაოდ ობიექტური და ძალიან კრიტიკული პოზიცია უნდა დავიკავოთ მთავრობის მიმართ, საერთოდ ხელისუფლების მიმართ, თუ გვინდა რაიმე რეალურ შედეგზე გასვლა. ძალიან კარგია, რომ 7 თვის შემდეგ ბატონი პრემიერი საუბრობს კადრების ცვლილებაზე. მე ვფიქრობ, რომ კადრების როტაცია არის ბუნებრივი პროცესი, ძალიან ნორმალური პროცესი, აუცილებელი პროცესი, რადგან ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, სოციალურ-ეკონომიკური ფონი ძალიან მძიმეა, ამიტომ პარამეტრები განსაზღვრული უნდა იყოს ყველა მიმართულებით, თუ იმ დროში რომელიმე ხელმძღვანელი ვერ აკეთებს იმას ან და სათანადო ეფექტი მის საქმიანობას არ აქვს, ცვლილებები უნდა მოხდეს, ეს არ არის პიროვნული შეურაცხყოფა, ეს არ არის ვინმეს წინააღმდეგ გამოსვლა, ჩვენ ვინმეს ვაკრიტიკებთ, სულაც არ ნიშნავს, რომ ან მისი თანამდებობის აქვს ან და მისი ადგილი გვინდა დავიკავოთ და რაღაც ბოროტი მიზნები გამოძრავებს. რა შედეგია ჯერჯერობით, მოდით ასე ვთქვათ, ჯერჯერობით არ დამდგა რა მთავრობის ფუნდამენტალური შეფასების ანალიზი დრო, ეს მალე იქნება უკვე შემოდგომისთვის დასათვლელი იქნება და აუცილებლად დათვლის საზოგადოება რეალურად 1 წლის განმავლობაში რა გაკეთეს, სერიოზული დროა, რომელიც სრული ანალიზის საშუალებას იძლევა. მე ვფიქრობ, პრემიერი კარგად გძნობს იმ ცაიტნოც დროში, რომელიც შიც იგი იმყოფება, რადგან შედეგებით განისაზღვრება ყველაფერი. საზოგადოებრივი მხარდაჭერა ძალიან ცვალებადია და გარკვეულად დამოკიდებულია კონიუნქტურაზე და ეს კონიუნქტურობა პოლიტიკაში ძალიან ცვალებადია. მთავარი რაზეც არის საუბარი, შეიძლება ჩვენ ძალიან გვაინტერესებდეს ვინ არის კონკრეტული მინისტრი, მაგრამ გითხრათ სიმართლე, პირადად ჩემი უფლება რო იყოს, მე რამდენიმე მინისტრს ახლავე შევცვლიდი, იმიტომ რომ შედეგები იმ მუშაობისა, რომელიც არის ძალიან თუ შეგიძლიათ დაასახელოთ რომელ მინისტრს? მე კრიტიკულად უკვე გამოთქვი თქვენი გაზეთის მეშვეობითაც სხვა ინტერვიუებში, ძალიან არაშესაბამისია სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობა. მე აგრეთვე კრიტიკული ვიყავი დიასპორის მინისტრის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს უდიდესი დიასპორა, არსებობს შესანიშნავი პროექტი დიასპორის უკანმობრუნებისა, ანუ ქართველი იმიგრანტების უკანმობრუნებისა, ჩვენ დავეძებთ ინვესტიციებს, უცხოურ ინვესტიციებს და ამ დროს 2.5 მილიარდამდე დოლარამდე შეუძლიათ ქართველ ემიგრანტებს ჩადონ საკუთარ ქვეყანაში და არანაირი ნაბიჯი ჯერჯერობით არ იდგმება იმისათვის, რომ რაიმე სტიმული გაჩნდეს საკუთარ ქვეყანაში მობრუნებისა და მე კარგად მესმის, მე თვითონ ვარ ერთ-ერთი ფუნდამენტალური მიმართულების კონცეფციების ავტორი და ამდენად კარგად ვიცი ემიგრანტებისთან დაკავშირებული ეს პრობლემა და ასე შემდეგ. მე არ მიყვარს კონკრეტულ გვარებზე საუბარი, მაგრამ მორიდებლად ვაცხადებ, რომ არაერთი, არამედ რამდენიმე მინისტრი ახლავია შესაძლებელი, რომ ჩვენ ერთხელ მაინც მივეჩვიოთ იმას, რომ არაპირადი სიმპათიები განსაზღვრავს თანამდებობაზე ყოფნას, არამედ რეალური შედეგები. ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც შეიძლება იყოს მინისტრის საქმიანობის, არის შედეგი. არის შედეგი, ვინც არ უნდა იყოს შესანიშნავი პიროვნება, არ არის შედეგი, როგორიდაც კარგი პიროვნებაც არ უნდა იყოს, ის უნდა წავიდეს, იმიტომ რომ სახელმწიფოში არსებული მდგომარეობა სხვა ადგილს არ იტოვებს. არის ერთი ძალიან დიდი პრობლემა, რომელშიც მე გარღვევას ვერ ვხედავ მთავრობის საქმიანობაში. ჩვენ კარგად ვიცით ქართული რეალობა, ამას თვით პრემიერ-მინისტრიც ამ კლანური ბიძაშვილ-მამიდაშვილ ურთიერთობაზე ამბობდა, თუ არ დაანგრევ ამ კლანურ სისტემას და ქართული ეკონომიკაც კლანური სისტემაა, ჩვენ საერთოდ კლანებით აგებული ქვეყანა ვარ და თუ კლანებს არ ანაცვლებ ინსტიტუტებით, მაშინ შენ ძველი კლანის რეპროდუქციას ახდენ ახალი სახეებით, ანუ მოქმედებ ერთი და იგივე სისტემაში. თუ სისტემა არ ირღვევა,
და სისტემა რომ დაირღვეს აუცილებლად მთავრობა და პრემიერი მოვა ხახუნში, სერიოზულ ხახუნში ამ კლანებთან და სხვანაირად ეს კლანები არ დაინგრევა და კლანური სისტემა არ დაინგრევა. ჯერჯერობით ეს ნაბიჯები არ არის გადადგმული, რამდენადაც მე ვხედავ, საუბარია გარკვეული ცუდი ადამიანების, მოდი ბჭყალებში ვიხმარ ამას, გარკვეული კარგი ადამიანებით, ამასაც ბჭყალებში ვიხმარ, ჩანაცვლებას, რაც პრინციპში არ ქმნის აცვლის სისტემას და ეს შეიძლება იყოს მთავრობის და პირადად პრემიერის ძალიან დიდი პრობლემა უახლოეს ხანში, როდესაც მოვა დათვლის დრო, შედეგებისა დათვლის დრო კი მოვა აუცილებლად სადღაც ნოემბრის თვისათვის, როცა მართლაც საზოგადოებას მშვიდად წყნარად შეუძლია გადათვალოს ყველა ის შედეგი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში იქნა. შედეგი იქნება ძალიან ცოტა დასათვლელი, ჯერეთი ძალიან სუსტი მუშაობა საკანონმდებლო მიმართულებით, როგორც ეკონომიკური ხასიათის კანონებში არ შედის სერიოზული ცვლილებები, ისე არ არის სამართლებრივი მიმართულებით, სასურველი მიმართულებით რეალურად ნაბიჯები. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ როდესაც საუბარია ერთი მხრივ და ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო პრემიერისა, მე გახლავართ ფინანსთა სამინისტრიც მრჩეველთა საბჭოს წევრი, ძალიან კარგი ადამიანებია შეგვიძლია. დავალება არის უკვე იმისა, რომ ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური განვითარების სტრატეგია იქნას შემუშავებული. ეს ალბათ 2-3 თვეში თავარ ნაწილში გაკეთებული იქნება, ბევრი რამ უკვე არსებობს, უბრალოდ ერთიან სისტემაში უნდა მოყვანა. მანამ სანამ ეს დოკუმენტი მიიღებს სამართლებრივი ნორმის, ანუ საკანონმდებლო ნორმის ფორმას და იქნება სავალდებულო ყველა სახელმწიფო სტრუქტურისათვის, რომელიც საკუთარ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ ამ კონცეფციიდან, ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, მანამ შესაჩერებელი იყო მიწების ასეთ თავაუღებელი გაყიდვის პროცესი. მე კიდე გეუბნებით, მე თვითონ პირადად ვარ თავისუფალი ლიბერალური ეკონომიკის მომხრე, თუმცა ლიბერალური ეკონომიკა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე იმ ლიბერალურ ბოლშევიკური ფორმისა, რომელიც უკანასკნელი წლებია მკვიდრდება საქართველოში. საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი სიღარიბეშია, 55% ან ღარიბია, ან სიღარიბის ზღვართან არის ახლოს. ასეთ სიტუაციაში ამ ადამიანებს არ შეუძლიათ შეიძინონ საკუთარი საარსებო, რომ იტყვიან სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსი, როგორიც არის მიწა და ისინი თავისი მდგომარეობის გამო იძულებული არიან გაყიდონ ისინი. ხელისუფლება იმიტომ არსებობს, რომ ამ მცირემიწიან ძალიან პატარა ქვეყანაში არ დაუშვან კატასტროფული ცვლილება საკუთრებაში, როდესაც შესაძლებელი გახდება, რომ საკუთარმა მოქალაქემ დაკარგოს კონტროლი იმ მთავარ რესურსზე, რომლის გარეშეც აქ მას დიდი არაფერი ესაქმება და ჩვენ ვერავის ვერ მოთხოვთ, თუ ჩვენ სამართლიანი ქვეყანა გვინდა, კანონის ფარგლებში გაყიდული მიწის პატრონს შენ ვერ მოთხოვ, გინდა თუ არა შენი მოქალაქე დაასაქმოს, იმიტომ რომ ეს მისი მიწაა, უკვე ასე არ გამოდის, შენ ცუდი კანონი ქონდა თუ რაც იყო, იმ ადამიანმა იყიდა სწორად ეს. პარლამენტის უდიდესი სისუსტე არის ის, რომ მან არ გააჩერა ეს კანონი გარკვეულად რამდენიმე თვით, სანამ ჩვენ კონცეპტუალურად დავლაგდებით საით მიდის მთავრობა, როგორია პერსპექტივები და ასე შემდეგ. ასევე ძალიან სისუსტე არის მთავრობის მოქმედებაში და პარლამენტის მოქმედებაში, როდესაც ანტიმონოპოლურ სამსახურის კანონზე ჯერ კიდევ გაუკვეველი სიტუაცია 7 თვის განმავლობაში, მართლაც შეიძლება და ამ ძალიან მნიშვნელოვანი რამის გადაწყვეტა, რადგან ეს სამსახური, რომელიც იქნება აღჭურვილი სათანადო უფლებებით და პირველ რიგში მასჭირდება უფლებები, რომ ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მეშვეობით დაშალოს კარტელური გარიგებები და სეგმენტაცია მოახდინოს ბაზრისა, არ კეთდება და ჩვენ მივიღეთ ისიც, რომ ამ გარემოში, სადაც ჩაკეტილი საბანკო სისტემა და ბანკები მხოლოდ საკუთარ თავს აფინანსებენ, იქ სადაც არ არსებობს სხვა ფინანსური ინფრასტრუქტურა, ჩვენ ვიღებთ, რომ თავისუფალი ახალი ჯგუფების წარმოშობა, კონკურენტუნარიანი ჯგუფების წარმოშობა ფაქტიურად შეუძლებელი ხდება. ამიტომაც ვხედავთ ჩვენ ისევ იმ ძლავრ მონოპოლურ ჯგუფებს, როგორიც არიან თქვათ კვების პროდუქტებში, როგორიც არიან
საწვავის სფეროში, როგორიც არის ფარმაცევტიკაში და ასე შემდეგ, თუ მათ ალტერნატივა არ გაუჩნდა ახალი ჯგუფების სახით, ჩვენ მივიღებთ იმ სიტუაციას, რაც გვაქვს, არაფერი იცვლება. ამ ჯგუფების შევიწროება მექანიკურად, გინდა თუ არა ადმინისტრაციული გზით, აბსოლუტურად არასწორია, იმიტომ რომ სწორედ საბაზრო მექანიზმმა, სწორედ კონკურენციამ უნდა გააჩინოს ნელ-ნელა ის, რომ შესაძლებელი იქნება ამ მონოპოლური სიტუაციის გარღვევა. მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ამ მიმართულებით თავრობის საქმიანობა ძალიან სუსტია. ბატონო დამურ, უფრო კონკრეტულად რო გითხრა, თქვენ დაასახელეთ მინისტრები სოფლის მეურნეობაში არის ეხლა გარღვევა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დაასახელეთ. ყველაზე მეტად სად უჭირს ეხლა რომელ მინისტრთა კაბინეტს უჭირს, რომელიც აისახება პირდაპირ საზოგადოებაზე, ალბათ უფრო სოციალური საკითხები არის ის საკითხები, რომელსაც განსაკუთრებული მგრძნობელობით აღიქვამს. დიახ, ძალიან კარგი კითხვა არის. მთავარი რა არის, იცით, იმისთვის რომ სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ადამიანმა მუშაობა უნდა დაიწყოს. სხვა ვარიანტი, სხვა სახელმწიფო პროგრამებით ამ მძიმე სოციალური ფონის გარღვევა უბრალოდ შეუძლებელია. სამუშაო ადგილების წარმოქმნის თვალსაზრისით ჯერ რაიმე ნაბიჯები გადადგმული არ არის და მე არაერთ ინტერვიუში განვაცხადე, რომ მთავრობას ჯერჯერობით უყურადღებოთ აქვს დატოვებული მთავარი მცირე და საშუალო ბიზნესი, რადგან თუ მცირე და საშუალო ბიზნესი არ იქნა მხარდაჭერილი და მათ თავიანთი საქმიანობა ძალიან არ განავითარეს, დასაქმება ვერ გადაწყდება, მსოფლიომ არ იცის დასაქმების უფრო უკეთესი ფორმა, ვიდრე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება არის ყველა ქვეყანაში. მთავარი, ვინც უზრუნველყოფს დასაქმებას, არის შეერთებული შტატები, აიღეთ ევროპის, არის მცირე და საშუალო ბიზნესი. დიდი ფირმები არის ლოკომოტივები ეკონომიკის, მაგრამ შრომის პირობები, შრომის ანაზღაურება, მისაწვდომი, ხელმისაწვდომ ფარგლებში სწორედ მცირე საშუალო ბიზნესი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს შესანიშნავი კონცეფცია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა, ჩვენ საუბრობთ მცირე ბიზნესის ეროვნული სამსახურის შექმნაზე, რომელიც იქნება არა ზემდგომი, არა სამინისტრო, არამედ პარტნიორი ორგანიზაცია, რომელიც ყველა ბიზნესს აიყვანს. აღრიცხვაზე ყველასთვის იქნება კონსულტანტი, როგორც იურიდიულ საკითხებში, ისე ფინანსურ საკითხებში და ასე შემდეგ, ისე ბიზნესის წარმოების საკითხებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან სუსტი შედეგი მივიღეთ ჩვენ იმის გამო, რომ 2013 წლის სახელმწიფო შესყიდვებში მცირე და საშუალო ბიზნესმა ფაქტობრივად ვერაფერი ვერ მიიღო. ფაქტიურად არაფერი შეიცვალა, მთელი სახელმწიფო შესყიდვების მთავარი ნაწილი გადავიდა ისევ იმ კომპანიების ხელში, რომლებიც წლების განმავლობაში მონოპოლისტები იყვნენ და ერთადერთი, რომ იტყვიან, ხელშეუხებელი კონტრაქტორები იყვნენ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. აი, აქაც შეიძლებოდა ძალიან სერიოზული სტიმული მიეცა მთავრობას საკუთარი ეკონომიკის განვითარებისთვის, დასაქმებისთვის. სამწუხაროდ მან ეს არ გააკეთა და ეს აისახა კიდევაც მცირე და საშუალო ბიზნესი საკმაოდ უნუგეშო მდგომარეობაშია და ძალიან რომ იტყვიან სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. რაღაც ხმები არის, მაგრამ მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, მას იგი უფლებამოსილია ნებისმიერ პირზე მიიღოს გადაწყვეტილება, ამიტომ ეს არის ჩვენი შეფასებები, მე ეს არც აქამდეც არ დამიმალავს, რითაც უკმაყოფილო ვარ და იმ სფეროებში მე არ ვეხები ჯანდაცვის სფეროს, იმიტომ რომ მე რომ დღეს ჯანდაცვაზე ვისაუბროთ, ძალიან არასერიოზული იქნება, მე ვეხები ყველა იმ სფეროს, რომელიც ჩემთვის ძალიან კარგად არის ნაცნობი და რომელშიც მე წლების განმავლობაში მაგ არა მარტო ნაფიქრი, არამედ რაღაც გაკეთებული. ამიტომ არ არის გამორიცხული, ვინ იქნება, შეიძლება სულ სხვა მინისტრი იყოს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ საზოგადოების აზრი ფაქტობრივად ერთნაირია, დააკვირდით პრესას, დააკვირდით იგივე განწყობებს, როგორია, ყველა ერთი და იგივე რამეებზე ლაპარაკობს.
რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის შეუძლია ნებისმიერი სხვა მინისტრი გაათავისუფლოს, მაგრამ იმ ტკივნეულ მიმართულებებით, რაზეც მე ვსაუბრობ, არაფერი არ შეიცვლება. ესე იგი, ჩვენ მაშინ უნდა დაველოდოთ ოქტომბერს და აღმოჩნდება, რომ როდესაც შემოდგომა რომ იტყვიან დასრულდება, აღმოჩნდება, რომ სოფლის მეურნეობაში დიდი არაფერი რამ გაკეთებულა. ისევე როგორც არაფერი იქნება გაკეთებული დასაქმების მიმართულებით, რადგან მხარდაჭერილი არ არის ის მთავარი მიმართულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ დასაქმებას. მადლობა თქვენ.